Ვირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუმარი გახლავთ სასიქადულო ანსამბლი რუსთავი. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. მოგესალმებით. მიხარია რომ მასმიგლობ ისე სხვადასხვა პირველად ხართ აი ამ ახალ სტუდიაში და მოგრად კეთილი იყოს თქვენი ფეხი. და ახალი შემადგენლობითა და მინდა გითხრათ რომ პირველ რიგში ორმაგად მიხარია რომ ერთი მასმიგლობ და მეორე მაქვს საფუძველი რომ მორიგ ჯერზე ძალიან დიდი წარმატება. აი მართლაც ტრიუმფალური გამარჯვება მოგილოცოთ ლონდონში როიალ ალბერტ ჰოლში ფანტასტიკურად ჩატარებული კონცერტი რომლის რეზონანსი ჩვენამდე მოვიდა და ეს ანსამბლი რუსთავისთვის ახალი არ არის, იმიტომ რომ როგორც წესი ასეთი წარმატება ზდევს ხოლმე თან ყველა თქვენს გამოსვლას, მათ შორის როიალ ალბერტ ჰოლში, მაგრამ ყოველი ასეთი მიღწევა მართლაც აი უმაღლესი რანგის აი ამ საკონცერტო არენაზე არის საამაყო და სული და გულით გილოცავთ. აბა ჩემო მიშო ბრძანე. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც ანსამბლი რუსთავი მონაწილეობს უკვე რამდენიმე წელია. მათ შორის პანდემიის პერიოდშიც ცოტა უფრო შემსუბუქებული ვარიანტი ჰქონდა და შეგვეძლო გასვლა ქვეყნიდან. ამ პერიოდშიც მოვახერხეთ რამდენიმე კონცერტის გამართვა. და რას გულისხმობს ახლა ეს ყველაფერი? არის ასეთი ცნობილი მუსიკოსი, მანდოლინაზე შემსრულებელი ავია ვიტალი, რომელიც დაინტერესდა ქართული ხალხური სიმღერით, მან მოისმინა ანსამბლ რუსთავის ჩანაწერები და შემოგთავაზა ასეთი პროექტი. სადაც ჟღერს ქართული ხალხური სიმღერა, ტრადიციული საგალობლები, კონცერტის ფინალურ ნაწილში ჟღერს ოთარ თაქთაქიშვილის არაჩვეულებრივი შემოქმედება, ეს არის ციკლი მეგრული სიმღერები, მოგეხსენებათ. ამ ნაწილში ჩვენ გვეხმარება არაჩვეულებრივი ტენორი, ძალიან სერიოზული, მაღალი დონის შემსრულებელი არმაზ დარაშვილი და ეს არის პროექტი, რომლითაც ჩვენ რამდენიმე ქვეყანა მოვიარეთ. თუმცა როიალ ალბერტ ჰოლში მართლა არ გვიფიქრია მოხვედრა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ. სირთულეა ძალიან ამ დარბაზში შესვლა, თუმცა ერთი უნდა აღინიშნოს, რომ 1997 წელს ანსამბლი რუსთავი ამ დარბაზში გამოვიდა. იმ დიდი თაობის დროს. მაშინ ვახტანგ კახიძე იყო ამის ორგანიზატორი და ჩვენ მეორეჯერ მოგვიწია უკვე ამდენი წლის შემდეგ როიალ ალბერტ ჰოლში ამ პროექტით მოხვედრა. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანი ამბავი და ჩვენ ვფიქრობ, რომ მართლა დიდი გამარჯვება მოუტანეთ ქართულ სიმღერას, გავლობას, პროფესიულ მუსიკას, ანსამბლ რუსთავის სახელი კიდევ ერთხელ გაჟღერდა და როიალ ალბერტ ჰოლის შემდეგ უკვე იყო რამდენიმე კონცერტი ინგლისის მასშტაბით. ერთ-ერთი კონცერტი იყო ლონდონში ანსამბლ ნანინასთან ერთად, ქალთა ანსამბლთან ერთად. და შემდეგ იგივე პროექტით გავემგზავრეთ უკვე პოლონეთში. სადაც ბიდგოშჩის ფესტივალზე ძალიან კარგი კონცერტი უკვე სრული პროგრამით წარდგა იქ რუსთავი, ავია ვიტალის ჯგუფთან ერთად და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მომავალ წელს ასევე იგეგმება ამ პროექტით რამდენიმე ქვეყანაში ჩასვლა. ეს არის ჩინეთი, მაკაო, ეს არის ჰონგ-კონგი, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ავია ვიტალი ფაქტიურად არის მუსიკოსი, რომელსაც მთელი წლები აქვს დაგეგმილი. და მას აქვს კიდე სხვა პროგრამა, მაგრამ ყოველთვის აღინიშნება მისგანაც, მისი მუსიკოსებისგან და ჩვენგანაც, რომ როცა რუსთავი მონაწილეობს ამ პროექტში, არის ერთ-ერთი განსაკუთრებული პერიოდი მუსიკოსებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს არის როგორც ქართული დიდებული ანსამბლის რუსთავის გამარჯვება, ასევე ქართული კულტურის დიდი გამარჯვება. ძალიან მიხარია რომ ყველაფერმა ასე გამორჩეულად ჩაიარა და რა თქმა უნდა ვახსენებ პირველში ბატონი აზორ ერქომაიშვილი და წელს ბატონი აზორის საიუბილეო წელია 85 წელი შეუსრულდებოდა მას საოცრად რომ გვაკლია ჩვენ მთელ ქართულ საზოგადოებას და გამორჩეულად კი ქართულ ხალხურ შემოქმედებას და სასიხარულოა რომ აი ანსამბლი სადაც მას სული და გული ჩადოდა მართლა მთელი ისტორია შექმნა და მთელი მსოფლიო ასეთი ტრიუმფით შემოიარა დღეს ასევე სასახელო ნაბიჯებს გამზდა ეს აი ორმაგად ამაღელვებელია. აბა ჩემო მეგობრებო, ამ სერიოზულ მხარეებთან ერთად კიდე ვიცი რომ 1000 საინტერესო ამბები ქონდა და ჩემო დავით, ჩვენგან მინდა რომ დავიწყო. დიდი სიამოვნებით. მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადო ჩემო გია, რომ აი ამ ახალი შემადგენლობით შენთან ვართ ამ შესანიშნავ გადაცემაში. ხშირად ვარ შენთან აპყოფი, მაგრამ ეხლა უკვე ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან, ახალგაზრდებთან ერთად, რომლის იმედიც მე ძალიან დიდი მაქვს, რომ ესენი რუსთავის თამასას არავითარ შემთხვევაში დაბლა არ დაუშვებენ და ყოველთვის ის ტრიუმფი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ეხლა ლონდონში, იქნება ამათვის არაერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი ცხოვრების განმავლობაში და მთელი ცხოვრება წინა აქვთ ამათ და
ის რაც მე გამოვიარე 40 წლის განმავლობაში ანსამბლ რუსთავში, მინდა რომ მათაც უსურვო ეს წარმატებები, რომელიც აი მე მიგემია იმ დიდ თაობასთან ერთად, რომლებიც დამხვდნენ ანსამბლში რომ მოვედი. ეხლა მინდა ერთი პატარა კურიოზი მოგიყვეთ, რომელიც ჩვენ ესე ვთქვათ, აი მე აგერ გიორგისთან ერთად ვზივარ და კირილეს ვეძახით ხოლმე, ხო? თქვენ კარგად იცით, ეხლა კირილე ხო და როცა ერთად ვართ ხოლმე, აი კირილე გველეისონი მოდისო. კირილე და კირილე გველეისონი და ეხლა აი მასთან არის დაკავშირებული ზუსტად ეს კურიოზი და იმიტომ ვახსენე ეხლა ეს დუეტი. მოდივართ ესე იგი ლონდონის აეროპორტში და ნუ აი სულ ყველა ვართ ნახევრად მძინარეები რა ესე თქვა და ჩვენ გვაცილებს კირილეს ერთი ძალიან კარგი მეგობარი აკაკი ქევხიშვილი რომელიც აი საოცრად გადავყვა თან რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა იქ და უჭირავს კირილეს ფანდური ხელში რომელზეც ჩვენ ვასრულებთ მიშო ასრულებდა იმას თუ ასე ტურფა იყავის და ავიტალთან ერთად რა თქმა უნდა ხო და უჭირავს ხელში და ბოლომდე დაიჭირა ხელში ამას აავიწტავის ფანდური და გამოერთმია და მოდი წამოდით პოლონეთში და ფანდური აღარა გვაქვს. დავჯექით ავტობუსში და ეს ფანდური აღმოჩნდა რომ აღარა გვაქვს და აბა ჩქარა უთხრათ ავიტალის რომ ესეთი სიტუაციაა და ავიტალი მეგრე გამონახა გამოსავალი არა უშავსო მანდოლინაზე შევასრულებო და გადაუგზავნეთ მოკლედ ეს რა ქვია ჩანაწერი იქვე ნოტებში გადაწერა თვითონ რაღაც მოკლედ აი ესე და ბოლოს ისე მოხდა რომ შესანიშნავად ეს პერფორმანსი შესრულდა სრულიად ახლებური ჟღერადობით აზორ ერქომაიშვილის თუ ასე ტურფა იყავი მიშომ შეასრულა ავიტალის მანდოლინის აკომპანიმენტით ალბერტ ჰოლიდან პოლონეთის კონცერტამდე შუალედში აი მიშომაც ახსენა სხვა აქტივობებიც ჰქონდა რომელიც არ იყო კომერციული სახის რა და ამიტომ ერთ-ერთ პატარა ქალაქში ესე ჰეისტინგსი ქვია სხვადასხვა ადგილებში მოგვიწია დარჩენა და მე და გედის ჩვენს უსაყვარლეს კაცს მოგვიწია ერთ ოჯახში დარჩენა ისე 70 წლის ცოლ-ქმარი არიან მაგრამ რო ეტყობა რომ დაახლოებით აი მაქსიმუმ 20 წლის წინ ძალიან ბოჰემურ ცხოვრებას რო ეწეოდნენ და რაღაცა ეხლა გავშინაურდით და იქაური კონცერტი რომ მორჩა ხო, იქაური კონცერტი რომ მორჩა, ასე ვთქვათ, იქვე დარბაზთან მოხდა რა ეს მეორე რაუნდი გაგრძელება. მაგრამ ეხა არ მინდა ვინმე დავაკნინო, ძალიან დიდი პატივი ვიქცეს, მაგრამ ქართველებმა ხო ცოტა სხვანაირად ვიცით და რომ დაუბრუნდით სახლში ეს რო გაკლია რა, კიდე რო გინდა გაგრძელება და ამათ ვეუბნები გამოიტანეთ სასმელი ერთ სადღეგრძელო უნდა დავლიოთ ხო რა. დაულოცე მე ვუთხარი თქვენ ოჯახს მინდა მიუწმა ეს სიტყვა სადღეგრძელო მეთქი დაულოცე მაგრა და ბოლოს არ ვიცი ეხლა ქართულად ვერ ვიციტირებ პავლე მოციქულის სიტყვები გამახსენდა 60 ქულოდან სადაც ცოლ-ქმარზე საუბრობს და ესეც რო უთხარი და ნუ გაგიჟდნენ ცრემლები წამოუვიდა და ნუ ეხა იმ დღეს დავიშალეთ და მეორე დღეს ვიღვიძებთ უნდა წაგვიყვანონ დანიშნულების ადგილზე და რამდენიმე ერთი ორი რელიგიური კუთხის კითხვა დამისვეს რა და გონი მოვაბრუნე წმენის მოაქციე ხო? რუსთავი იყოს და სიმღერა არ დაიგუგუნოს გამორიცხული ამბავია და რა სიმღერა მოგვიტანე ვიშო დღეს? ანსამბლი დღეს შეასრულებს გადაცემაში ყოველთვის ძალიან ნაცნობ სიმღერას ეს არის მრავალჟამიერი, რომელიც არის საავტორო და ეკუთვნის ჯანსუღ კახიძეს. ამიტომ ასევე ვეძახით ხოლმე ჯანოს მრავალჟამიერს ვიმღერებთ დღეს თქვენს გადაცემაში.